სესეს 4 ხე. სესეს სახლი ერთ ლამაზ მთაზე იდგა, შიგ შუაგულ ტყეში. ეს ლამაზი ტყეც სესემ გააშენა თავისი დაუზარელი მარჯვენით. სესეს შრომა მშობლებმა შეაყვარეს. ერთად შრომობდნენ. ბავშვობაში, სადაც მამა იყო, სესეც იქ იყო. უყვარდა სესეს მამას ხეების დარგვა, ბოსტანში თესვა და უყვარდა სესესაც. თესე სესე ეტყოდა მამა და სესეც თესავდა. დავრგოთ სესე და სესეც რგავდა. ასე დარგეს ბევრი ხე, რომელთაგან ზოგი ხეხილი იყო. სესე მიცოდა, რომ ხე, რომელიც ხილს ისხამს, ხეხილია. მათ მამა რგავდა, რწყავდა, სხლავდა, უვლიდა და ნაყოფს ყველა გემრიელად მიირთმევდა. სესემ ისიც კარგად იცოდა, რომ ხეები ფოთლოვანიცაა და წიწვოვანიც. წიწვოვანი ხეები მარადმწვანეა. ხეს დიდი სარგებლობა მოაქვს ადამიანისთვის, ბუნებისთვის. წმენს ჰაერს, ამწვანებს ალამაზებს გარემოს. ადამიანები მათ ნივთების გასაკეთებლად და სახლის ასაშენებლადაც იყენებენ. ის მარჯვედ უბარავდა ხეებს, ძირებს, რწყავდა, თოხნიდა ბოსტანს. მისი სიბეჯითე მთელმა სოფელმა იცოდა. გაიზარდა სესე და გაიზარდა მისი ბოსტანი, ხეხილი, ხემცენარეები. უხაროდა სესეს, მის სახეს ღიმილი ამშვენებდა. სესეს ბაღში 100 ვაშლის ხეც იდგა. 4 მამას დარგული იყო და ძალიან უყვარდა. აი ამ 4 ხეს ჭია გაუჩნდა. მოიწყინეს ხეებმა, მოიწყინა სესემ. ჯავრობდა სესე. სესემ შეიტყო, რომ მეზობელ სოფელში მებაღე სოსოს ჭიის წამალი ჰქონდა. გაუხარდა სესეს და იმ სოფლისკენ გაეშურა. სოსომ მისცა წამალი სესეს და თან მისი სწორად გამოყენებაც ასწავლა. აი, სესემ, შეწამლე შენი 4 ხე. სესე გახარებული წამოვიდა, შეწამლა ხეები, გაიხარეს ხეებმა. შემოდგომით ბევრი მოსავალი მოიწია. ბავშვები ხელს იშვერდნენ სესეს ხეხილისკენ და ამბობდნენ: აი, სესეს ხეს ასხია, აი, სესეს ხეს ასხია. კეთილი სესე უმასპინძლდებოდა ხილით პატარებს. მის სახეს ღიმილი დასთამაშებდა. შემოდგომის მზე კი თვალს უკრავდა დედამიწას.